მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალ სოფელში მცხოვრებ სტარტაპერს ქეთი ნადირაძეს, რომელიც პროექტის ჭკვიანი ნაგვის ურნა ავტორია. იგი ისაუბრებს პროექტის შესახებ და ასევე თუ რა გამოწვევებია გარემოსდაცვის მიმართულებით. ქეთი ხაზზე არის, როგორც მატყობინებენ. ქეთი, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა? გამარჯობა ქეთი, მადლობას გიხდით რომ გადაცემაში ჩაგვერთეთ და გამონახეთ დრო ამისთვის. დავიწყოთ საუბარი, მოგვიყევით თქვენს შესახებ, საიდან ხართ და რას აკეთებთ და რითი ხართ დაინტერესებული. მოგესალმებით, მე ვარ ქეთი ნადირაძე, 15 წლის, ვსწავლობ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში და აქტიური მონაწილე ვარ ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში, საიდანაც წამოვიდა ამ სტარტაპის იდეა. გასაგებია. ჭკვიან ნაგვის ურნაზე რომ ვისაუბროთ, აი ამ პროექტში ხართ ჩართული, როგორც ვიცით და რას მოიცავს ეს პროექტი, ცოტა ვცლად რომ მიმოვიხილოთ და ვისაუბროთ. ანუ როგორ მოხდა ამ იდეის დამუშავება, საიდან დაიწყეთ და ახლა რა ეტაპზე ხართ? ეს იდეა წამოვიდა ტექნოპარკში, STEM გოგონების კონკურსში ვიყავით ჩართული რამდენიმე მონაწილე გოგონა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა ესეთი ნაგვის ურნა, რომელიც ამ პრობლემას მოგვარებდა და ნაკლები დაბინძურება მოხდებოდა ჩვენ STEM-ში. ამ კონკურსში გავიმარჯვეთ ჭკვიანი ნაგვის ურნით, რომელიც მოიცავდა ნარჩენების გადანაწილებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და შემდეგ უკვე მეწარმეობის კლუბში ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში ჯუნიორ ეჩუმენში გავიტანეთ ეს იდეა, საიდანაც გავაკეთეთ უკვე ამ იდეის პროტოტიპი და აქტიურად ვახერხებდით ამის რეალიზაციას. გასაგებია და ეხლა რა ეტაპზე ხართ აი ამაზე რომ ვისაუბროთ და როგორ, ანუ რაში გამოიყენება ეს ჭკვიანი ნაგვის ურნა და რას აკეთებს, ანუ ასე ვთქვათ, რითი ეხმარება ადგილობრივებს, რითი დაეხმარება? ნაგვის ურნაში, როდესაც ჩაყრი რაიმენი ხელოვნური ინტელექტი ანაწილებს ზუსტად რომელ უჯრაში უნდა მოხდეს ეს ნივთი, საიდანაც ხდება ამის გადამუშავება. ეს გვაძლევს მოტივაციას, ეს ნაგვის ურნა, რომ ჩავყაროთ შიგნით ნივთები, რადგან ეს გვაძლევს ქულებს და შემდეგ ადგილობრივ მაღაზიებში ხდება ამ ქულების გადანაწილება სხვადასხვა პროდუქტებში, რაც უფრო მეტად მოტივაციას მისცემს ადამიანს, რომ აღარ დააბინძუროს გარემო და უკვე ჩაყაროს ამ ნაგვის ურნაში ეს ნაგავი. გასაგებია, რამდენი პროტოტიპი გაქვთ შექმნილი ამაზე რომ ვისაუბროთ და როგორ მოხდა ამ პროტოტიპის შემუშავება? პროტოტიპი გვაქვს ჯერჯერობით ერთი, იმიტომ რომ ჯერჯერობით შეჩერებული გვაქვს ეს პროცესი და სექტემბრიდან უნდა განვაახლოთ და შემდეგ უკვე აქტიურ რეჟიმში გამოვიყენოთ ეს პროდუქტი. გასაგებია, რა გამოწვევები არის აი თქვენს გარშემო, გარემოს დაცვის მიმართულებით ამაზე რომ ვისაუბროთ და კიდევ ცოტა ვცლად რომ ვისაუბროთ, რას შეუწყობს ხელს ამ პროექტის განხორციელება და იმ გეგმების განხორციელება, რაც თქვენ სამომავლო გეგმებში გაქვთ? ჩვენს თემში ხშირად შეგვნიშნავია, რომ ერთი წუთით, ხო, ლაშა. ეტყობა დარეკეს და ტელეფონი გაასწოროსო, ამოყირავდაო კადრი და ისევ ახლიდან დააყენოსო. ხო, ახლიდან დაგისვათ მაშინ ამ კითხვას. ქეთი, რა გამოწვევები არის თქვენს გარშემო გარემოს დაცვის მიმართულებით და ამ პროექტის განხორციელება და იგივე იმ გეგმების განხორციელება, რაც დაგეგმილი გაქვთ, რას შეუწყობს ხელს? რა პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს? ჩვენს თემში ხშირად შეგვიმჩნევია, რომ ადამიანი ყრიდან ნაგავს ან თუნდაც დაბინძურებული იყო და ამის ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ბავშვები მუდმივად დასუფთავების აქციებს ვაწყობდით ხოლმე, USAID სამოქალაქო განათლების დახმარებით და ამ პრობლემის მოგვარება, რომ ჩვენც უფრო მეტად არ გვეწვალებინა და მეტად ინოვაციური სოფელი გამხდარიყო, გადავწყვიტეთ მაგიტომ გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. გასაგებია და თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა აქტივობებში და პროექტებში იღებთ მონაწილეობას და თქვენი აზრით, აი იგივე თქვენს გარშემო ახალგაზრდებს, ვინც თქვენთან ერთად აქტიურად არის ჩართული ამ პროექტებში, რა შესაძლებლობებს გაძლევთ ამ პროექტებში ჩართულობა? და რას ცulis, ანუ რას სწავლობთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? ჩემი აზრით არაფორმალური განათლება უმნიშვნელოვანესია, რადგან ფორმალურ განათლებასთან შედარებით უფრო მეტად ვეცნობით სამყაროს, თუ რა გვინდა მომავალში ვაკეთოთ, როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ ის ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ და ჩაფიქრებული მიზანი, როგორ შეგვიძლია ვაქციოთ რეალობად.
გასაგებია. ახალგაზრდებს რას ურჩევდით? აი, ვისაც იდეები აქვთ და განხორციელება უნდათ, რა უნდა გააკეთონ იმისთვის? აი, თქვენს მაგალითზე, აი, ნაბიჯ როგორ მოახერხეთ გააქტიურება და უკვე აი ამ ეტაპამდე მოსვლა. აი, თქვენს მაგალითზე რომ მოგვიყვეთ და ახალგაზრდებს რომ ურჩიოთ, აი, რა გააკეთონ თავისი იდეების განხორციელებისთვის? მე ყოველთვის ვცდილობდი რომ ყოფილიყავი აქტიური ახალგაზრდა და ყოველთვის სხვადასხვა პროექტებს ვეძებდი რომ ჩართულიყავი. თავიდან დაიწყო ეს ხატვის კონკურსებით. რაღაც ჩემ ჰობებს ვიყენებდი ამისთვის რომ უფრო გავსულიყავი გარეთ და მენახა სხვადასხვა პროექტები. შემდეგ კიდევ როცა უკვე დაინტერესებული ვიყავი Facebook feed-ში უკვე თვითონ ამოდიოდა ეს პროექტები და მე ყოველთვის ვრეგისტრირდებოდი მანდ და ჩემ სამოტივაციოს წერდი თუ რა მქონდა გაკეთებული, რა მინდოდა გამეკეთებინა და ამით უკვე ნელა შესაძლებლობა მომეცა რომ მივსულიყავი იქამდე სადამდეც ახლა ვარ. დიახ, და აი ახალგაზრდებს რას ურჩევდით? რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მეტად გააქტიურდნენ და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თავიანთი იდეები და ის სამოავლო გეგმები განახორციელონ? პირველ რიგში ვურჩევდი რომ დაისახონ მიზნები და გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რაც მის თემში არის, ან თუდაც მას აქვს, აი როგორც მაგალითად მე ვთქვი რომ ჰობები გამოვიყენე. ამას ვურჩევდი რომ შესაძლებლობების ხელიდან გაშვება სწორი არ არის. გასაგებია, თქვენი აზრით, აი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების იგივე სამოქალაქო ჩართულობა და მოხალისეობა რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით და აი, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ მეტი ახალგაზრდა, იგივე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები, ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად გააქტიურდნენ და თავიანთი თავის რეალიზება მოახდინონ. მე ვფიქრობ, რომ როცა უკვე შენ ხარ მოტივირებული და გინდა საკუთარი სოფელი განავითარო, ამ პატარ-პატარა ნაბიჯებით ხდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. მაგალითად, ჩემი აზრით, ყველას უნდა რომ ჩვენი საქართველო იყოს მეტად უფრო განვითარებული, მეტად უფრო წინ წასული და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ცოტა მაინც წინ წაწეული. ამისათვის არის ეს ზუსტად ჩვენი ნაბიჯები, რომ მოხალისეობრივად მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენი თემში შევიტანოთ რაღაც პატარა წვლილი, თემიდან უკვე გადავიდეს რაღაც მუნიციპალიტეტში და როცა მაგალითად ამ დასუფთავების აქციას მოაწყობ რაღაც უფრო მეტად ინოვაციურ სივრცეს გააკეთებ და რაღაც სხვადასხვა პროექტები გექნება, ეს უფრო მეტად შენი განვითარებაც იქნება და შენი სოფლის განვითარებაც იქნება. გასაგებია, ერთი პროექტი რომ გავიხსენოთ, რომელმაც თქვენზე გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა იქონია, აი, რაშიც ჩაერთეთ და რამაც შესაძლებლობა მოგცათ, რომ უკვე თქვენი თავის რეალიზება მოგეხდინათ. აი, ამაზე რომ ვისაუბროთ, რას გაიხსენებდით ერთს? მე უშუალოდ ჩემი თავის განვითარების პირველი ნაბიჯები იყო ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი. მან დამანახა, რომ ანუ ეს უკვე რაღაც ჩვენი ჰობები, ჩვენი შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, რაც წინ წაგვიყვანს მაგალითად. ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი იყო პირველი ის, ვინც მითხრა ამ ორგანიზაციების შესახებ, ვინც მომიწოდა, რომ ჩვენი სოფლისთვის რაღაც უნდა ვაკეთოთ და ჩვენი ქვეყანა წინ უნდა წავწიოთ. ეს უშუალოდ რაღაც პროექტი არ ყოფილა, რადგან ბევრ ტრენინგებში ვერთვები, ბევრი პროექტები გამიკეთებია. გასაგებია და სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ ამ მიმართულებით, რას გეგმავთ და როგორ აპირებთ აი ამ პროექტის ჭკვიანი ნაგვისურნა უფრო მეტად განვითარებას და უკვე, ასე ვთქვათ, მოხმარებაში დანერგვას? სამომავლოდ უკვე ვფიქრობთ, რომ ეს პროტოტიპი ვაქციოთ რეალურად და უფრო მეტად დიდი ვერსია გავაკეთოთ, რადგან უკვე სოფელში აქტიურად გამოვიყენოთ ეს ნაგვისურნები და როგორც თქვა, ეს ქულების გადაცვლა შეგვეძლოს უფრო მარტივად. შემდეგ კიდევ ვფიქრობთ, რომ ამ სოფლიდან უფრო გავიტანოთ ქალაქებში და მაგალითად ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველაში გავაკეთოთ ამის რეალიზაცია. გასაგებია, აი გამოფენებში და სხვადასხვა აქტივობებში, რაც იგივე მუნიციპალიტეტში ან რეგიონში, ან თბილისში ტარდება, თუ იღებთ აი ამ თქვენი, ასე ვთქვათ, იდეით მონაწილეობას და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი მეტ აქტივობებში მიიღოთ მონაწილეობა იმისთვის, რომ სიტყვაზე დაფინანსებაც მოიპოვოთ ამ პროექტის განხორციელებისთვის და ჭკვიანი ნაგვის урна გააცნოთ ასევე სამიზნე აუდიტორიას. აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს და თუ იღებთ ამაში მონაწილეობას, თუ გაგიკეთებიათ? ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს მიღებული junior achievement-ში მიღებული მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ ფინალში ვერ გადავედით, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვფიქრობდით, რომ არ იყო ეს იდეა დახვეწილი, მაგრამ ამ იდეისთვის, რომ უფრო მეტად პოპულარიზაცია გაუკეთოს და ხალხმა ეს გამოიყენოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაგალითად, რომ სოციქსელები გამოვიყენოთ და გავუკეთოთ ამას პოპულარიზაცია. გასაგებია, თუ არ დაამატებთ რამეს, დაგემშვიდობებით. არაფერს დამატება არ მსურს, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. კეთი დაგემშვიდობებით და წარმატებას გისურვებთ, თქვენი გეგმების ასრულებას გისურვებთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც სიახლეებით დაგვიბრუნდებით და ჩაგვერთვებით გადაცემაში.
მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის წარმატებას გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს გაგაცანით ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში მცხოვრები სტარტაპერი ქეთი ნადირაძე, რომელმაც პროექტი ჭკვიანი ნაგვის урნა ავტორი არის და განახორციელა. მე კი მაყურებელს ამ დროისთვის ვემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე.